25 წლის წინ 15 თებერვალს საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა სამხედრო შენაერთებმა ავღანეთის ტერიტორია დატოვეს. თარიღთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკოსები და რიგითი ბათუმელები სიმბოლურად იუნკერთა საფლავზე შეიკრიბნენ. მათ დაღუპულებს პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს. 25 წელი გვაშორებს იმ დღიდან, როდესაც შეწყდა ჩვენი მხრიდან იქ სისხლისღვრა. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ეს ყოვლად გაუმართლებელიც იყო, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება ასეთი იყო და ამას წერტილი დაესვა 25 წლის წინ. ასე რომ ეს დღე ნამდვილად არის აღსანიშნავი, რასაც ვაკეთებ დღეს, აი ყვავილები დავაწყებ ჩვენს ბათუმისათვის ყველაზე საპატიო ადგილზე. როცა ჩვენი ქვეყნის შეერარებული ძალები იღებულებენ ასე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას, ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი რეგიონისთვის და ქვეყნისათვის ძალიან დიდი წარმატებული ნაბიჯი. თუნდაც ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით სხვადასხვა ქვეყნებისა და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე ვეტერანებს ერთჯერად საჩუქრად 200 ლარი გადაეცემათ. მერია ასევე ვეტერანების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობას, ტელეფონის სააბონენტო და კომუნალურ ხარჯებს აფინანსებს. ქალაქ ბათუმის მერიას ჯანდაცვის და სოციალური კუთხით გააჩნია გარკვეული ღონისძიებების ჩამონათვალი, გარკვეული პროგრამები, რომლითაც ხორციელდება სოციალური პაკეტითაც დახმარების გაწევა და ამავდროულად ერთჯერად დახმარების გაწევა იმ პიროვნებებს, რომლებიც ამ მოვლენებში ღებულობდნენ მონაწილეობას და რომლებიც დაზარალდნენ ამ შემთხვევაში მათ ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, ერთჯერად დახმარებების სახით გადაერიცხათ გარკვეული თანხა. საბჭოთა ჯარები ავღანეთში 1979 წლის დეკემბერში შეიჭრნენ. 10 წლიანი ომის დროს ავღანეთში საქართველოდან 5000-მდე ჯარისკაცი იბრძოდა. მათგან 128 დაიღუპა, 300 დაინვალიდდა, 7 კი უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება.